ეთერშია კომუნიკატორი, ჩვენ ვაგრძელებთ ეგრეთ წოდებულ აქტუალურ ბლოგს, რომელშიც დასკანირებული ინტერნეტიდან მოპოვებული ინფორმაცია გვინდა გაჩვენოთ. შეგახსენებთ რასაკვირველია ჩვენ ტელეფონის ნომერს 24930 კომუნიკატორი G არის ჩვენი გვერდი. ამავე გვერდზე სხვათა შორის შეგიძლიათ გვიხილოთ სხვა კამერების მეშვეობითაც. ეს არის მე მგონი საქართველოში ერთადერთი გადაცემა, რომელშიც თქვენ შეგიძლიათ კამერის პოზიციებიც კი შეარჩიოთ. პირდაპირ ეთერში არ ნუ გაგიკვირდებათ, დაახლოებით 20 წამიანი დაგვიანება აქვს გამოსახულებას, ანუ ის გამოსახულება, რომელსაც ხედავთ ტელეეკრანებზე, არ ემთხვევა რასაკვირველია ინტერნეტ გამოსახულებას, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩანაწერში ვარ. სამაგიეროდ შევძლებთ აირს ჩვენ კამერების რაკურსს. რასაკვირველია. ეთილი მერიკო მოგვიმზადა ერთი ძალიან საინტერესო ინფორმაცია კინოსთან დაკავშირებით. ჩვენ სასიხარულო ბოლო 2 კვირა ფაქტიურად რაღაც ესეთ აჟიოტაჟში ვართ ამ ქართულ ფილმებთან დაკავშირებით. ეს ეხება ფილმს, რომელიც არ მოხვდა ოსკარზე, არ არის წარდგენილი, სიმინდის კუნძული. ჩვენ პრინციპ შეგვიძლია რომ მცირე ტრეილერი ნახოთ, გიორგი ოვაშვილის ფილმია. ალბათ მაყურებელს. ძალიან საინტერესო. ესეც ქართულ-აფხაზურ პრობლემაზე და თემატიკაზე არის. მოდი ტრეილერი ნახოთ და მე უფრო დეტალურად ვისაუბრებ. Global Post-მა გამოაქვეყნა ის 7 ფილმი, რომელიც აუცილებლად უნდა ვნახოთ, რომელიც არ მოხვდა ოსკარის ნომინანტებს შორის. საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი ერთ-ერთი არის სიმინდის კუნძული და მე მგონი აუცილებლად უნდა ვნახოთ. ის ფილმები, რომლებიც უნდა ვნახოთ. აუცილებლად. სხვათა შორის სალონმაც პრინტა მერე გადაკოპირა, ასე რომ გავრცელდა ეს ინფორმაცია ინტერნეტში საკმაოდ. გარდა ამისა, სიმინდის კუნძულისთვის ეს ერთადერთი ესეთი ყურადღება არ არის. სიმინდის კუნძული ნომინირებულია პრემიაზე კინომშვიდობისთვის. ეს არის ესეთი პრემია, რომელიც ბერლინალეს ფარგლებში იმართება ხოლმე, 9 თებერვალს გაიმართება და აქ იბრძოლებს მოკლედ ნომინაციაში საერთაშორისო მწვანე ფილმი. მაყურებლისთვის უფრო გასაგები რო იყოს, რას გულისხმობთ, პირდაპირ წაგიკითხავთ ინფორმაციას. ფონდი კინომშვიდობისათვის ცდილობს მხარი დაუჭიროს და პოპულარიზაცია გაუწიოს ფილმებს, რომლებიც სამართლიანობის აღდგენის, ომის, სიღარიბის, ადამიანის უფლებების დარღვევის, ადამიანური ღირებულებების წინაპლაზე წამოწევის, გარემოს სიცოცხლის უდარიანობის თემაზეა გადაღებული. ალბათ ამ უკანასკნელისთვის მოხვდა გიორგი ოვაშვილის სურათი აქ, ვინაიდან ამ ფილმში ერთგვარად ადამიანისა და ბუნების ძალების ჭიდილია აღწერილი და ფონდის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიალი ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე იმართება. ღონისძიების ორგანიზატორები აღნიშნულ თემაზე შექმნილ წლის საუკეთესო ფილმებს ავლენენ ხოლმე და ამ ფონდის მხარდაჭერები არიან ისეთი სახეები, როგორებიც არის ანჯელინა ჯოლი, ბრედ პიტი, ჯორჯ კლუნი, ნიკოლ ქიდმანი და მოკლედ მთელი ელიტა. მთელი სამყაროს ელიტა. ეთილი ძალიან კარგი იმედი გვაქვს, რომ ამ ფილმს ძალიან ისეთი ფართე მაყურებელი ნახავს, არა მხოლოდ საქართველოში, ჩვენც უნდა ვნახოთ აუცილებლად ეს ფილმი.
მანდარინები ვანახეთ ამას წინეთ პირველ არხზე, ხო? კვირას გავიდა. იყო ნაჩვენები და მე დარწმუნებული ვარ, რომ ადრე თუ გვიან კუნძულიც არანაკლებ საინტერესო იქნება და ბევრი მაყურებელი ეყოლება, დარწმუნებული ვარ. მინდა ვთქვა, რომ ალბათ ეს ყველაფერი განაპირობა იმან, რომ ოსკარის ნომინანტებს შორის მოხვედრილ ფილმებს განსაკუთრებული ინტერესი აქვს მაყურებლის მხრიდან და დიდი მონდომებით უყურებენ, ათვალიერებენ და მე უკვე გულშემატკივრობენ, თავის ფავორიტებს ირჩევენ და ამ შემთხვევაში ეს ფილმები, რომლებიც ამ ყველაფრის მიღმა დარჩნენ, არანაკლებ საინტერესოა და აი აქედან გამომდინარე გვთავაზობენ, რომ ნახოთ, არ გამოგვრჩეს და მხოლოდ ის ფილმები არ უყუროთ, არ ვნახოთ, რომელიც ოსკარის ნომინანტები არიან. თუმცა სიმინდის კუნძულს კარლოვი ვარის კინოფესტივალზე საკმაოდ ისეთი მსხვილი ჯილდოს მფლობელი გახდა. ანუ ფესტივალებზე ეს ფილმი ისეთი გამორჩეული სურათია ხოლმე კი. ყოველ შემთხვევაში ეს ძალიან კარგია მათთვის, ვინც წელს იღებს ფილმს, ანუ ვინც ახლა პროდუქციაშია, იმიტომ რომ აშკარად ინტერესი მეტი იქნება 2015-ში, 2016-ში საქართველოს ფილმების მიმართ. და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ნელ-ნელა ახლა ჰოლივუდის დონის ფილმებს რასაკვირველია არ გადავიღებთ. არ გადავიღებთ. არ გადავიღებთ, მაგრამ რაც შეეხება არტ-ჰაუს საშუალება გვაქვს, რომ რაღაცა საინტერესო თემები ვაჩვენოთ გლობალურ მაყურებელს.